ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალი დაუმძიმა და წინასწარ პატიმრობაში გაუშვა 4 მაღაროელი, ასევე სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას კი აღარ εδავება, არამედ ჯგუფურ ძალადობის ორგანიზებას და ძალადობაში მონაწილეობას. მერაბ სარალიძემ და გიორგი ნეფარიძემ, რომლებიც ძალადობის ორგანიზატორებად გამოაცხადა რეჟიმმა, რომ შიმშილობა დაიწყეს, მათი მოთხოვნა არის უცვლელი. ქართული ოცნების წარმომადგენლები დაინტერესდნენ ჭიათურელი მაღაროელების პრობლემებით. დაკავებულები ამ ეტაპზე იყენებენ დუმილის უფლებას, ბრალდება შუქრუთის მაღაროსთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება გამოძიების მტკიცებით. დაკავებულებმა მაღაროს დირექტორზე იძალადეს ფიზიკურად. პროტესტის მონაწილეები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, ამბობენ, რომ თემიგის კობერიძემ მათ ნახირის ჯოგი უწოდა, რამაც კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვია. ჭიათურაში დაკავებულთა მხარდასაჭერად დღეს იყო აქციაც და 1 მაისია დღეს და ახლა ორბელიანზე იკრიბებიან საჯარო მოხელეები. მათთან ერთად რა თქმა უნდა არის ვახუშტი მენაბ და ის გვეტყვის მეც დღევანდელ შეკრებაზე, ასევე ჭიათურაში ყოფნის ნანახზე ის იყო დღეს ჭიათურაში. მოგესალმებით ბატონო ვახუშტი, პირველ რიგში საიდან გვერდებით? დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, რამდენად ხალხმრავალი აქციაა? გერთვებით თბილისიდან, ორბელიანის მოედნიდან, სადაც ერთ-ერთი პირველი მაისი შედგა საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში და ჩვენმა მოძრაობამ 10 პროფკავშირთან ერთად დააორგანიზა დღეს მსვლელობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ჩვენს საზოგადოებას ის პრობლემები, ის მდგომარეობა, რასაც დღეს ეკონომიკური, შრომითი თუ სხვა არასწორი პოლიტიკის გამო ქართველი ხალხი იმყოფება და ის მძიმე ვითარება. აი აქედან გერთვებით, ეხა იკრიბებიან, საკმაოდ ბევრი ხალხია უკვე ჩემს უკან. ვიკრიბებით ნელ-ნელა და ვემზადებით აი ამ ჩვენი მსვლელობისთვის. რუსთაველისკენ არის ეს მსვლელობა, უერთებით საბოლოოდ პროტესტს, რომელიც 154 დღეზე მეტია უკვე გრძელდება. ჩვენ დღეს ვიყავით ჭიათურაში. ჩვენი ნაწილი დღეს იყო ჭიათურაში. ჭიათურის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა ყოველგვარ ზღვარს გადადის. ის ტერორი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ დედაქალაქში და სხვა რამდენიმე ადგილას საქართველოში გრძელდება ჭიათურაში. 4 ადამიანი არის დაკავებული. წარმოიდგინეთ, აი ნახეთ რა ხდება რა. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს კერძო ურთიერთობებში. სახელმწიფო არ ერევა იმ შემთხვევაში, როდესაც ქალაქი კრიზისის პირას არის, როდესაც დამსაქმებელი მასობრივად არღვევს შეთანხმებას, როდესაც ადამიანების შრომითი ექსპლუატაცია ხდება, მაგრამ მაშინვე ერევა, როდესაც იჩნდება პროტესტი და ამ პროტესტის ჩახშობა არის საჭირო ძალის გამოყენებით და რეპრესიის გამოყენებით. ამიტომ თქვენ გახსოვთ, ჭიათურელები იყვნენ ჩამოსულები რამდენიმე კვირის წინ დედაქალაქში მთავრობის კანცელარიასთან და ჰქონდათ მოთხოვნები. ამიტომ ჩვენ სიმბოლურად აქედან გავემართებით მთავრობის კანცელარიასთან იმისთვის, რომ ეს მოთხოვნა, ეს მახსოვრობა კიდევ ერთხელ გავაღვიძოთ და ვთქვათ ის, რომ ამ ქვეყანაში მათთვის, ვინც შრომობს, ვინც ეკონომიკას ხმის, ვინც მომავალს ხმის, არ არის ადგილი. სამაგიეროდ ადგილი არის ხარბი ინვესტორებისთვის, ადგილი არის ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესისთვის და ადგილი არის დევნისთვის განსხვავებული მოსაზრების გამო. აი სწორედ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს, იმიტომ რომ ჩვენ ის მდგომარეობა, რაშიც ვიმყოფებით, ხო, გაუსაძლისია. ის მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით, მხოლოდ ერთეულების სასარგებლოდ მოქმედებს. ხო, ეს სისტემა ერთეულების სასარგებლოდ მოქმედებს. ერთი მუჭა რეჟიმთან შეკრული ელიტის სასარგებლოდ მოქმედებს და ხალხი არის გაწირული იმისთვის, რომ იყოს ჯარიმების ქვეშ, იყოს პატიმრობაში თუ ვინმე ამას გააპროტესტავს და იყოს უგულებელყოფილი უდიდესი ნაწილი, რომ მათი ხმა არავის არ ესმოდეს, რომ ნიჰილიზმა დაისადგუროს. ავტორიტარული რეჟიმები, როგორც დიქტატურა, სულ ერთია, არ არის მიმართული ადამიანის დაცვაზე, მისი უფლების დაცვაზე და მის განვითარებაზე. რასაკვირველია, თქვენ ახსენეთ ჭიათურელი მაღაროელები, მერაბ სარალიძე ჩვენთან
ჩვენთან იყო პირდაპირ ეთერში შიმშილობა როცა დაიწყო და ის იმავე ღამით დააკავეს. ასე პასუხობს სისტემა ადამიანს, რომელსაც არაფერი განსაკუთრებული მოთხოვნა არ ქონდა, ხო? მას ქონდა პატიოსანი შრომით მოპოვებული შემოსავლის მიღების და ამ შრომის გაგრძელების უფლების თანადგომას ითხოვდა პრინციპში სახელმწიფოს მხრიდან. ამბობდა, რომ ვერ მიაღწია შეთანხმებას და აღარ აქვს ნდობა იმ კომპანიასთან, სადაც ის მუშაობს და ითხოვდა სახელმწიფოს დახმარებას აი ამ კომუნიკაციაში. ნოლი იყო რეაგირება, უფრო მეტიც სახელმწიფომ როგორც ირეაგირა ვნახეთ. რატომ როგორ გონიათ, რამდენად საყოველთაო პრობლემაა ეს, რამდენად ყველას მაღაროელი იქნება ეს ექიმი, ჟურნალისტი, არ აქვს მნიშვნელობა, ეხება ეს პრობლემა, როცა სახელმწიფო არ არის ორიენტირებული ადამიანზე. სულ რამდენიმე უახლოეს მაგალითს გავიხსენე, ხო, უახლოეს წასულიდან. ჭიათურა ახსენეთ, თქვენ და უკვე თითქმის ერთი კვირა ეს ადამიანები შიმშილობენ და სახელმწიფოს მათ მიმართ არავითარი თანაგზნობა არ გამოუჩენია და სახელმწიფოს ვალდებულება რომ იზრუნოს ამ ხალხზე არ შეუსრულებია. გახსოვთ შუქრუთელები, ხო? აქ იყვნენ ჩამოსულები შუქრუთელები უკვე 400 დღეზე მეტია. ისინი პროტესტს აცხადებენ და არავითარი ყურადღება მათ სახელმწიფოს მხრიდან არ ქონია, ხო? ბალდის კანიონის მცველები ასევე 400 დღეზე მეტია პროტესტში იმყოფებიან და მათი არავის არ ესმის. მაგრამ სახელმწიფოს მაშინვე ესმის თუ რაღაცა პატარა საფრთხე იგრძნო, ხო? მაშინვე გამოყავს 1000-ით 1000 სხვადასხვა ტიპის იქნება, ხო? ან წარმოიდგინეთ, ხო, 1000-ობით ის იყო სპეცრაზმელი ქუჩაში, როდესაც სახელმწიფომ რაღაცა საფრთხე იგრძნო, ხო, როცა რეჟიმმა იგრძნო უბრალოდ საფრთხე. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ შუქრუთის, ბალდის, ჭიათურის პრობლემა. როდესაც ვლაპარაკობთ ადამიანებზე, ვისაც 1 მაისი ეხება, როდესაც ვლაპარაკობთ ადამიანებზე, ვინც შრომობს და ქმნის ამ ქვეყნის მომავალს, აქ არ არიან მხოლოდ ინდუსტრიულ შრომაში ჩართული ადამიანები, აქ არიან ექიმები, აქ არიან მომსახურების სფეროში ჩართული ადამიანები, აქ არიან მასწავლებლები, ხო, მიმტანები, რეგისტრატორები, საჯარო მოხელეები, რომელთა არნახულ დევნასაც უყურებთ ჩვენ, საჯარო მოსამსახურეები, ხო? ამიტომ ყველა ეს ჯგუფი უნდა გაერთიანდეს იმისთვის და დღევანდელი დღე არის სწორედ იმის მაჩვენებელი, იმისთვის დავაორგანიზეთ ეს დღე პროფკავშირებთან ერთად, რომ ეს ყველა ეს ჯგუფი გაერთიანდეს და ერთხმად თქვას, რომ ამ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ და ეს ქვეყანა შესაბამისად გვეკუთვნის ჩვენ და არა ოლიგარქიას ან მასთან გარიგებაში შესულ ალიანსში შესულ ერთი მუჭა ელიტას.